საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს, ადგილობრივ მოსახლეობას არ ეძლეოდა ლოცვის საშუალება. საიეს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩვენ ყოველ კვირას აქ დავდიოდით და მონიტორინგს ვწევდით იმ პროცესს, რაც ადგილზე ვითარდებოდა. სამწუხაროდ ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის წარმომადგენლები თავიანთ ვალდებულებას იმის შესახებ, რომ ეს კონსტიტუციური უფლების რეალიზების საშუალება მისცემოდათ ადგილობრივ მოსახლეობას არ ასრულებდნენ. დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ადამიანებს მიეცათ ლოცვის საშუალება და მე ვფიქრობ, აქ ყველაზე უფრო მეტად დადებითი როლი ითამაშა სახელმწიფო მინისტრის ჩამოსვლა, ის ჩამოვიდა, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და ვფიქრობ, ეს ინციდენტი დღეს ამოწურულია და იმედი მაქვს, რომ მომავალში არ განმეორდება. რატომ არ იყვნენ დღეს ადგილობრივები ლოცვაზე, თქვენ როგორ ფიქრობთ? ვერ გეტყვით, რატომ არ იყვნენ, არ ვიცი, თან ადგილობრივებს მე არ ვცნობ და არ ვიცი იყვნენ თუ არა ისიც, მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება ეს გამოწვეული იყო იმით, რომ წინა კვირების განმავლობაში ქონდა დაპირისპირება ადგილი და ისინი არ მოსვლით არიდეს თავი დაპირისპირებას, თუმცა დღევანდელი დღის მერე იმედია, რომ ეს ამბავი საბოლოოდ აღმოიფხვრა. დღესდღეობით დღევანდელი დღის გამომდინარე ვფიქრობთ, რომ პრობლემა დღეს აღარ არის, მაგრამ უბრალოდ ხვალ და ზეგ რა იქნება, ცოტა რთული სამტკიცებელია. უბრალოდ რა თქმა უნდა, მათ უნდა მიეცათ კონსტიტუციური უფლება განახორციელონ თავიანთ შეასრულონ რელიგიური წესჩვეულებები, ქართულ ამ შემთხვევაში და არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს ამ თვალსაზრისით.